ქალმა რა გითხრა? კაი გაძლება. დასვენება არა ხო? გაძლება. ეს ის დღეა, როდესაც პირველად შემოვდგით ფეხის სასტუმროში და ვერ ხვდებოდით, რატომ გვისურვეს გაძლება და არა დასვენება. მაგრამ ნებას გაძლევთ გამოთვალოთ, რამდენი დღე დაგჭირდებოდა იმისთვის, რომ გაგვეგო ნამდვილი რეალობა რა დაგხვდებოდა წინ. გამარჯობათ, რიგით მეხუთე ვლოგი. თქონა ბოლომდე დავუყუროთ ვიდეოს, ჩავუჯექით. საინტერესო ვლოგი გელოდება წინ. ჩვენ დილა უკვე 8 დღეა დილის 8 საათზე გაღვიძებით იწყება. დილას ერთმანეთის გაღვიძება და მომზადება მოხდება როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად. თუმცა ხანდახან ესეც ხდება, რომ მასწრებენ გაღვიძებას და დანარჩენები თავგანწირავით მიდიან საუზმისკენ. საუზმე კი უსულად და რუტინულად ტოვებდა თავის თავს. ყოველ დღე კვერცხი. სწორედ ეს ვხადებდა შიშებს, კაკანის დაწყებისა და იმ მოსალოდნელი შიმშილი, რომელიც საუზმის მობეზრების შემდეგ აუცილებლად მოვიდოდა. ყავა არ დაიწუნება, მაგრამ მთავარი მახასიათებელი შაქარი, რომელიც მარილის კრისტალებივით არის ერთმანეთთან შეჭიდროვებული, მისი დაშლა მხოლოდ ამ კულტურული ხერხით არის შესაძლებელი და ჯანსაღ-მენტალურ მდგომარეობას საჭიროებს. დილის რუტინაში სიგარეტის და წყლის მომარაგებაც შედის. აქ კი მივდივართ პარკინგზე, სადაც უფროსის მანქანა არის დაპარკინგებული, მაგრამ დღეს ხანაირად მოხდა. მან თვითონ სწორედ მაშინ დაკარგა მანქანის გასაღები. ამას მასშტაბური ძაღლმა მოყვა, რომელიც საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ გასაღები კარებში გარჭობილი აღმოჩნდა. და იმამა მაგარი ხარ, მიდი ურულე. ამასობაში სამუშაო ლოკაციაზეც მივედით. აღვიჭრეთ სამუშაო ინვენტარი. შევედით გვირაბში და სამსახურამდე მისასვლელთ 15 წუთიანი დამღლელი გზის გამო წამოწოლა და დასვენება გადავწყვიტეთ. და ეს კიდეც საკი განსახილველი თემაა. თომას ცეცხლთან თამაში უყვარს და ის მანამდე არ აპირებს გაჩერებას, სანამ თანამშრომლები ხელებით არ აღნიშნავენ აღნიშნულ ფაქტს. ბოლოს კი იმ ფიქრით, რომ პასუხისმგებლობა არ შეიძლება, ძალას ვიკრიბავთ. ჩვენი ბიჭები თავის საქმის პროფესიონალები არიან. ისინი 8 საათიან სამუშაო გრაფიკში 6 საათ დასვენებას ასწრებენ და უფროს მაინც გაუცნობელს ტოვებენ. თუ როგორ მოასწრეს ამდენი საქმის გაკეთება. თომა მიცის მისი საქმე და მას განსაკუთრებული მიდგომა აქვს. ის დღითი დღეს სიზარმაცის ხარჯზე იხვეწება. მაგალითად კიბეებზე ასვლა ჩამოსვლა, ამიტომ ყოველთვის ცდილობს რომ სხვა გზა გამონახოს. ასევე ანალოგიურ სიტყვი ალექსისაც. მაგრამ ალექსი მთავარი პერსონაჟია, ვინც ყველაზე მეტად საჩქაობას გვანდომებს. უარყოფითი თვისებების მიუხედავად, მაინც გამოგდის უფროსის გაოცებული სახის დანახვა. ჩვენი ნამუშევრის გამო და მის თვალშიც კარგი რეპუტაცია გვაქვს. და კიდევ ერთი თვისება, რომელიც თომას გააჩნია, ეხლა გამახსენდა, ყველა სწრაფად ითვისებს ჩვევებს, ქცევებს და მანერებს. ერთ-ერთი უფროსი ჩვევაც სუსტად ისე გადმოიღო, მაგალითად, დაძრასდება მომავალ მატარებელთან. გვირაბში ზანგიჟეტია ხშირად იჩიტება, მეტისმა უბრალოდ არ შეიძლება. ამასობაში სამუშაო საათებიც დასრულდა. მანთოსაც უყვარს ჩვენზე შთაბეჭდილებების მოხდენა და ამას მართვის უნარებით მომცნობებს. დედა ბიჭო რა ფერშობა ამ ხელებს. ამასობაში სასტუმროშიც მივედით. ამ დროს სანამ ოთახში ავალ საჭმელს უკეთოთ, რათა უკვე მოწესრიგებულები სასტუმროდან ჩამოსვლის შემდეგ კიდევ ოდნავ არ დაგვჭირდეს. ყველას თვალში ხვდება ის ფაქტი, რომ რაღაც უცნაური ჭირს ამ ადგილს. თითქოს იდუმალება. სახის უცნაური მოძრაობები, უცნაური ცეკვის მოძრაობები, ჩუსტები, რომელსაც თითქოს რთულად ახსასნელი რეალობა გადახდენოდათ. ძლიერესი მოპარიადგება ქონდა მე და სამოს. უწინ 10 წუთის. იმის მიუხედავად, რომ ამ სილამაზის ფონზე გვიწევს ვახშამი, მოდი გავნიხილოთ სრული რეალობა. და ყოველ საღამოს სამსახურიდან სახლში მოსვლის დროს ამის ჭამა არის საზიზღრობა. იმდინარეობს გაშინ ჯვაკერდის, რომელიც მე არ გამიზიჭო. ხარჯად ულო. ეს და იგივე საჭმელი არ გვაქვს, მაგრამ საკითხავი სწორედ ეს იყო. ზოგჯერ კაცს ეჭვიც ეპარებოდა. მენიუში იყო შეტანილი თუ პირდაპირ წითელ წიგნში. რისკიანი ვახშმის შემდეგ ღრმა ნაფასები მოდის. მიდი. ამის შემდეგ ოთახში ავდივართ. ზოგი ძილში იგუდება, ზოგის ქროლავს, ზოგს კი მხოლოდ ერთი რაღაც აქვს საფიქრალი. როგორ განავითარო სოციალური ქსელი? რა გადაიღოს ისეთ პირობებში, სადაც ყოველდღიური რუტინა 24/7-ზე განსხვავდება მხოლოდ კალენდარით. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად იმედი გვაქვს, რომ მაინც ვახერხებთ ხალხის ყურადღების მიქცევას, რადგან ამ საქმეში შრომას და ყურადღებას ვდებთ. ეს ვიდეოც სასასრულს მივუახლოვ და მადლობას გიხდით ყურადღებისთვის.